და სულ ცოტა ხნის წინ დაგვეწია ახალი ამბავი, მოგესალმებით მანდათო, რომ ტრამპი განიხილავს თავად ჩავიდეს სტამბოლში. რას ფიქრობთ, ეს უტოვებს თუ არა პუტინს გზას, რომ იქ არ ჩავიდეს? თან ამბობს ტრამპი, რომ დარწმუნებული ვარ, იქ ორივე ლიდერი იქნება. სოფო, არ შემიძლია ჯერ სანამ რამეს ვიტყვი, არ გამოვეხმაურო თქვენს წინა სიუჟეტს, იმიტომ რომ უაღრესად მნიშვნელოვანია დღეს ყველა წესიერი ადამიანისთვის, რომ მოითხოვოს მზიას და ყველა 53 პოლიტიკური პატიმრის განთავისუფლება. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი სინდისის საკითხია, ჩვენი ქვეყნის სინდისის საკითხია. საქართველოს 53 პოლიტპატიმარი არ ყოლია, მე მგონი კომუნისტების შემდეგ, ხო, თუ არ ვცდები. პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული, პოლიტიკური დევნის ობიექტი 53 ერთად, ეს არის საშინელი ციფრი, თუ გადავიანგარიშებთ ერთ სულ მოსახლეზე, დაახლოებით იმდენი, რამდენსაც აი ტოტალიტარულ ქვეყნებს ყავთ ხოლმე. და ასევე მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა მზიას ამაღლობელისადმი, ეს სრულიად აბსურდული საქმეა. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა საერთოდ არც ერთი ადამიანი დაპატიმრებული, არც ერთი ქალი დაპატიმრებული იმისთვის, რომ სილა გაარტყა კაცს. არასდროს არც ერთ შემთხვევაში ნულოვანი შემთხვევა. ეს არის აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. მზია არის სინდისის პატიმარი და იმ დღეს ვეუბნებოდი ჩემს ერთ მეგობარს, თქვენს კოლეგას, რომ აქამდე მზიას როგორც პატრიოტს, მაღალ პროფესიონალს და მაღალი მორალის მქონე ადამიანს იცნობდით უმეტესად ჟურნალისტები. დღეს თელმა საქართველოს იცის ეს ადამიანი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ღირსების საკითხია, რომ მზია რაც შეიძლება მალე განთავისუფლდეს პატიმრობიდან. კი ბატონო, დაუბრუნდეთ სტამბოლს, რა თქმა უნდა, გეთანხმებით ყველა სიტყვაში. 15 მაისი სტამბოლი, რას უნდა ველოდოთ? დღევანდელ დღეს რთული სათქმელია, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი ნაბიჯები გადადგა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, მე საერთოდ ვფიქრობ, ბოლო პერიოდში ძალიან, არა მხოლოდ ბოლო მთელი ამ ომის განმავლობაში მან გამოამჟღავნა თავისი ლიდერობა, საუკეთესო თვისებები და ვფიქრობ, რომ ის არის ერთ-ერთი ლიდერი თავისუფალი სამყაროსი დღევანდელ დღეს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ის, რომ პუტინის როგორც ჩანს პუტინი თავისთავად, როგორც ჩანს კი არა, მე ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც კარგად ვიცნობთ ამ ადამიანის და ზოგადად ამ რეჟიმის და ამ ზოგადად ამ ფილოსოფიის ბოროტებას, რომელიც ჩვენ თავზე გამოვცადეთ, ის არ აპირებს როგორც ჩანს ომის დასრულებას, მაგრამ მას ასევე სურს, რომ ასე ვთქვათ, მისი манипуლატიური მეთოდებით, ასევე როგორც საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა, ხო, დღემდე ვიღაცა ბრიყვები საუბრობენ, ვინ დაიწყო ომი, ხო? ბრიყვები ან შეგნებული მოღალატეები შეიძლება ითქვას. ხო. იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის რუსული პროპაგანდის манипуლაციის საგანი. ამიტომ დაახლოებით იგივე ცდილობს ახლა რომ თან ვითომ ერთი მხრივ მას სურს რომ არ დაბრალდეს, მაგრამ მეორე მხრივ მე ვფიქრობ რომ მას მოუწევს რაღაც ნაბიჯის გადადგმა. მინიმუმ მას ჩასვლა მოუწევს თუ არა თქვენი აზრით, ან ამ ფონზე არ ჩასვლა, როცა ტრამპი ამბობს რომ ისი კელის რომ იქნება ზელენსკიც და პუტინიც, მაშინ როცა ბრიტანეთმა დაუანონსა სანქციები უკვე, იმიტომ რომ მან ცეცხლი არ შეწყვეტა 12-დან უნდა ყოფილიყო, ხო? დღეიდან ეს ცეცხლის შეწყვეტა და არ მოხდა. ხო, ამ ფონზე მას მოუწევს თუ არა მინიმუმ იქ ჩასვლა თქვენი აზრით. მე ვფიქრობ რომ არ ვიცი, ხა რთული საქმეა, ხო, ძნელი პროგნოზირება, თუმცა მე იქიდან გამომდინარე რომ მას არ სურს არაფერი რეალური ნაბიჯის გადადგმა, ალბათ დიდი ალბათობით შესაძლებელია რომ არ ჩავიდეს. და როგორც ჩანდა მისი განცხადებიდან ეს მას სურს რომ დაბრუნდეს აი იმ თავისი თუ გახსოვთ სრულიად აბსურდულ მოთხოვნებამდე, გახსოვთ დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, რა ვიცი, უკრაინისთვის რაღაც პრაქტიკულად სახელმწიფოებრიობის ჩამორთმევა, სურდა მას 22 წლის თებერვალში, როდესაც აი პირველი სტამბოლის შეხვედრა გაიმართა. და დაახლოებით ანუ მისი მთელი გზავნილი იყო რომ დაუბრუნდეთ იქ, აი რასაც მე ვითხოვდი, აი ისე იმას ვითხოვ. ხო, როდესაც ვითარება არის აბსოლუტურად განსხვავებული მაშინ, ხო, ის პირდაპირ ეს იყო ვითარება, როდესაც მისი არმია იდგა რამდენიმე 10 კილომეტრში კიევისაგან და სხვა შორის უკრაინელების სიმამაცემ გადაარჩინა არა მხოლოდ უკრაინის სახელმწიფოებრიობა, არამედ მე ვთვლი, რომ ევროპული უსაფრთხოებაც სწორედ
დღევანდელ დღეს უკრაინის მამაცობაზე დგას. კი ბატონო. ამიტომ ნახოთ როგორ იქნება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამაც ეს ზეწოლა გააძლიერონ რუსეთზე, იმიტომ რომ აშკარაა და ცალსახაა, რომ რუსეთს არ სურს ამ ომის დასრულება და თუ არ იქნება შესაბამისი ზეწოლა, მას ის არც გადადგამს არანაირ ქმედით ნაბიჯს ამ ომის დასასრულებლად. ჯერჯერობით რა საფრთხეებზეც ჩვენ საუბრობდით ტრამპის ადმინისტრაციის პირველ კვირებში, ეს საფრთხე ახლა ყველაზე ნაკლებად დგას. ჩვენ ვხედავთ ევროპისა და ამერიკის ერთობლივ მოქმედებას დღეს რუსეთის წინააღმდეგ, რაც არ უნდა ეთქვა თავის დროზე სხვადასხვა დროს პუტინის, რაც არ უნდა მომხდარიყო თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, ჩვენ ეს ყველაფერი ვნახეთ, მაგრამ პოლიტიკაში შედეგის მიხედვით ითვლება ყველაფერი. შედეგი დღეს არის, რომ ევროპა, წამყვანი ლიდერის სახელმწიფოები და შეერთებული შტატების პრეზიდენტი არიან ერთ აზრზე, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, ცეცხლი უნდა შეწყდეს 30 დღეიდან და ყველა თანახმა ამაზე პუტინის გარდა. და ბუნებრივია ის რაღაცა მითოლოგია, რომელსაც რუსული პროპაგანდა წლების განმავლობაში ქმნიდა, გარკვეულწილად შეიძლება ვიღაც ადამიანებზე ახდენდეს მყისიერ რაღაცა ზემოქმედებას, მაგრამ წარმოუდგენელი იყო, რომ ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელსაც ექნებოდა ამოცანად, რომ გარკვეულიყო საკითხის არსში, არ მიხვდარიყო, რასთან გვაქვს საქმე. ხოდა დაახლოებით იგივე სავარაუდოც იყო ეს ასე და ბუნებრივია, რომ ეს თავისუფალი სამყაროს ლიდერი სხვა პოზიციით ვერ გამოვიდოდა ამაზე, იმიტომ რომ ეს აშკარა და ცალხასახად გასაგებია რა ხდება ამაში, ამიტომ მე ვფიქრობ ამის გარშემო არანაირი კითხვის ნიშნები არ შეიძლება კონდეს. გარდა აი ამ პროპაგანდისტული ესე ვთქვათ კვამლისა, რომელსაც ხშირად აყენებენ და რა ვიცი 1000 გვარი აი ამ კრემლისტური პროპაგანდა, რომელიც სხვადასხვა ფორმით იმეორებენ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, ავტორიტარულ ქვეყნებში. კი ბატონო, და ძალიან შემოტრიალდა ეს ვითარება. იგივე ჩინეთთან დაკავშირებითაც შესანიშნავად გაითამაშა ტრამპმა ჩინეთის ფაქტორი. ჩვენ თუ თავიდან ვერსიებად განვიხილავდით რუსეთისა და ჩინეთის დაშორების რაღაც მიზნები შეიძლება კონდეს და ასე შემდგომ დღეს აღმოჩნდა, რომ ჩინეთთან დალაგდა შეერთებული შტატები და ჩინეთი მოუწოდებს რუსეთს დათანხმდეს ამ პირობებს. აი ამ ვითარებას როგორ ბუნებრივია ჩინეთი პასუხის თუ სურს რომ დარჩეს პასუხისგებლიან და სერიოზულ მოთამაშედ სოფლიო არენაზე არ შეიძლება მან რაღაც აი იმ ხალხთან ერთად ასოცირება მოახდინოს საკუთარი თავის იმ ლიდერებთან ერთად რომლებიც 9 მაისს იყვნენ ჩასული და ამას მე ვფიქრობ ეს მისთვისაც ძალიან მკაფიო და გასაგები გახდა. ყველაფერი ძალიან კარგად დალაგდა და ძალიან აშკარა ახლა მისთვისაც რომ თუ მას სურს რომ პატივისცემა და ღირსება შეინარჩუნოს როგორც ქვეყანამ და როგორც სოფლიო დონის მოთამაშემ, მას აი ამ ძალიან მკაფიო საქმეში უნდა გქონდეს ძალიან მკაფიო პოზიცია. და მე ვფიქრობ რომ აქეთკენ მივდივართ. მიუხედავად იმისა, მას რა შეიძლება სტრატეგიული ამოცანები გქონდეს და მისთვის ესე ვთქვათ, რუსეთის მიერ ომის გაგრძელებას რაღაც თავისი რაღაც ბენეფიტები გქონდეს, მიუხედავად ამისა, გაცილებით მეტია სასწორზე დღეს. და სასწორზე დევს მისი როგორც ქვეყნის კრედიბილურობა, ხო? ჩინეთი თუ სურს რომ იყოს სერიოზული და პატივსაცემი მოთამაშე, მაშინ მან უნდა მშვიდობას დაუჭიროს ხარ და მშვიდობის წინააღმდეგი ვინც არის, აშკარაა და მკაფიოა ყველასთვის. ამ ვითარებამ გამოაჩინა თუ არა, რომ რუსეთმა დაკარგა დამოუკიდებელი აქტორის ფუნქცია და ის მასზე ჩინეთს ძალიან დიდი გავლენა აქვს. რა თქმა უნდა, მის დამოუკიდებლობა ჩინეთზე გახდა უზარმაზარი. ეს თავის თვითონ რუსეთის არჩევანია და ასევე მისი არჩევანია ის, რომ მან განვითარების ნაცვლად აირჩია გზა არსაით. სინამდვილეში ეს გზა არსაით არის, რა თქმა უნდა, გრძელვადაში მას შეუძლია უზარმაზარი პრობლემები შეუქმნას სამყაროს, აი ესეთი ტიპის ომით, როგორცაც ის უკრაინაში აწარმოებს და ესეთი ომის დანაშაულებებით, რაც თავისთავად უმძიმესი ამბავია, მაგრამ მეორე მხრივ ეს არაფერი სიკეთის მომტანი არ არის რუსებისთვის და რუსეთში მცხოვრები ადამიანებისთვის. პირიქით, მათთვის ეს არის კატასტროფა, გზა კატასტროფისკენ. და ეს რეჟიმიც ჩემი ვარაუდით დაამთავრებს ძალიან მძიმედ და ცუდად. უბრალოდ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მძიმეა იმის ყურება, რომ სანამ ეს რეჟიმი, ესე ვთქვათ,
ფეხებს გაფშიგავს, მანამდე 1000 უბედურებას და დანაშაულს ჩადის. ჩვენი ბმა უნდა ვიკითხო ახლა ამ პროცესთან საქართველოს მოლოდინი, რა შეიძლება იყოს ამ პროცესიდან და რა არის ივანიშვილის რეჟიმის მოლოდინი თქვენი აზრით, რაზე დგას მისი მოლოდინი? რეალურად მისი ქცევაც ალბათ ამ პერიოდის განმავლობაში დიდწილად დამოკიდებული იყო იმ რეალობაზე, რომელიც დადგა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ, უბრალოდ მან ფსონი გააკეთა სალსახად რუსეთზე. ჩემი აზრით, თავიდან ბოლომდე ეს რეჟიმი არის გახდა რუსული სპეცსამსახურების გაგრძელება, თავიდანაც დიდი რაოდენობით რუსული სპეცსამსახურების ძველი და ახალი თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული, ბევრი მათგანი იყო. ახლა თავიდან ბოლომდე ეს ჰიბრიდული ომის, ასე ვთქვათ, ყველა მეთოდი იქნა აქ ნახმარი და თუ შევხედავთ ყველა კომპონენტს, მათ შორის მმართველობით სტილს, რომელიც არის კლეპტოკრატიული ავტორიტარიზმი, რეჟიმი, რომელიც საზრდოობს კორუფციით და ამ კორუფციის, ასე ვთქვათ, მთელი პირამიდებია გაშენებული და ძალიან წააგავს მოსკოვის კრემლისტურ რეჟიმს, ასევე რიტორიკით სრულიად აბსურდული, შინაარსისგან დაცლილი, ასე ვთქვათ, უაზრო პროპაგანდა, რომელსაც ალბათ თვითონ ნაწილი, ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი გონება სუსტი არ არიან ის ადამიანებიც კი, რომლებიც უჭერენ ამ რეჟიმს მხარს, რომ აი მაგალითად გლობალური ომის პარტიის ან ხო, რა ქვია რაღაცა Deep State აიჩენეს, რომელსაც აბსოლუტურად სხვა შინაარსი აქვს, სხვა შინაარსი აქვს თლიანობაში და თავისთავად თუ კარგად გავაანალიზებთ, რას ნიშნავს Deep State დემოკრატიულ ქვეყანაში, სწორედ Deep State არის ქართული ოცნება და ეს არის Deep State, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება არა ინსტიტუციების მიერ, არამედ რაღაცა არაფორმალური ქსელით და თავიდან ბოლომდე სახელმწიფო რესურსების და სახელმწიფოდან სისხლის ამოწევაზეა რეჟიმი ორიენტირებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დიახ, თავიდან ბოლომდე ეს ჩვენთვის, ქართველებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის მომავალს ამ ქვეყანას უკავშირებს, ძალიან მძიმე არის. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის პრაქტიკულად გზა არსაით, ჩვენი განვითარება არის თავიდან ბოლომდე შეწყვეტილი, შეჩერებული და ქართული სახელმწიფო იმ მითოლოგიის მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარეს, ანუ ადამიანებს, ვისაც ესმით რეალურად ის პრობლემები, რაც რის წინაშე ჩვენ დგევართ, მე ვფიქრობ, რომ ის აი უკეთესად უნდა ვისაუბროთ ალბათ იმ მითოლოგიაზე, რომელიც შექმნილია, მაგალითად ეკონომიკური, თითქოს მითოლოგიური ეკონომიკური თითქოს რომ ეკონომიკურად ისე მდიდრდებით ყველანი, რომ ამ დროს სინამდვილეში ხო პირიქით არის, რომ ადამიანები გარბიან ამ ქვეყნიდან. ეს არის რეალობა ყველას ირგვლივ. ამას არც რიცხვები უნდა, არც რამის ანალიზი ძალიან მარტივია. შეიძლება საკუთარ გარშემო მოიხედოს და ნახოს, რამდენი ადამიანი გაიქცა ამ ქვეყნიდან და რამდენი ადამიანი უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა, დაფუძნდა აქ და რომელ მოქალაქეობაც მიიღო. რა ხდება საერთოდ მის გარშემო? თუ კი ასეთი ეკონომიკური აღმავლობაა, ხო რატო გარბის ეს ადამიანები და ამ დროს ეს ციფრები არის შემაშფოთებელი და საშინელი, რომელზეც აი შავზე თეთრს გეუბნები, რომ არ არის, ეს ციფრები არის, მაგრამ არ არის. მაგრამ არ არის. აი მე ვიკითხე ზუსტად ეს რამდენად დგას ივანიშვილის რეჟიმი კრემლის სიძლიერეზე და რამდენად იმოქმედებს აი ეს მოლაპარაკებები, რომელიც დიდი იმედი მაქვს მთელ დასავლეთ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად დასრულდება პუტინის დამარცხებით და სამართლიანი მშვიდობით, ვით გამოვიყენებ ამ დამკვიდრებულ ტერმინს. ამ შემთხვევაში კარგავს თუ არა, ანუ ირყევა თუ არა მეტად ივანიშვილის რეჟიმი. იცით, თავიდან ბოლომდე მათ გააკეთეს თავიანთი არჩევანი და ჩამოკიდებულები არიან რუსეთზე და ბუნებრივია, ჩვენ ხედავთ კიდევაც, ხო, პირდაპირ თავს ესხმიან უკრაინას, ქვეყანას, რომელიც არის ომში. არა მარტო, რა თქმა უნდა, დია. და არა მარტო უკრაინას, რა თქმა უნდა, მთელ დასავლეთს და რა ვიცი, ისეთი ტიპის პროპაგანდა ვრცელდება ქართული თავრობასთან დაახლოებული საინფორმაციო წყაროებიდან, რომელიც ალბათ რაღაცა ზოგიერთ თავმოყარე რუსული პროპაგანდისტული წყაროც კიერიდება, ხო? ზოგჯერ შემომხვდება ხოლმე და იმდენად სერიოზული სახიტყვებიან ტელეეკრანიდან, არ ვიცი ეს რა მითოლოგიის რა ეტაპია და რა სფეროა, ვერ გეტყვით, პროპაგანდაც აღარ არის, რაღაც მითოლოგიის სფეროს ნაწილია და სამწუხაროდ არიან ადამიანები, ვინც ამაზე ხელმოწერით
ანუ თავს დებენ რომ ამის მოყოლა ეთერში შეუძლიათ პირდაპირ ტყუილია სოფო, მაგრამ მე თან ამასთანავე ვიმედოვნებ რომ ბევრ ადამიანს რომელიც ამას ამბობს და ავრცელებს კიდევაც იმათაც კი არ სჯერათ ამ სისულელეს, იმიტომ იმდენად აბსურდი და სისულელეა. უფრო დიდი პრობლემა რომ არ სჯერა და ეს პრობლემაა, რა თქმა უნდა, მძიმე პრობლემაა. და სანქციებზე მეგობარ აქცე რომ არ გითხოთ ისე არ გაგიშვებთ, ბუნებრივია, რას ვეილით ამ მიმართულებით? მეგობარი აქტი ახლა სენატშია. პროცედურულად თქვენ შეერთებული შტატებში ყოფილი ელჩი ხართ, საერთოდ ამ აქტის მიღება ასე სწრაფად ამდენი ამხელა მხარდაჭერით და ასე სწრაფად დარეგისტრირება სენატში, რას ამბობს ეს ჩვენზე და რამდენად არის ზეწოლის მექანიზმი ივანიშვილზე? პირველ რიგში ძალიან ასე ვთქვათ შთამბეშტავი იყო ის სისწრაფე, როგორც ასე ვთქვა, გაიარა ქვედა პალატა, საერთოდ ქვედა პალატა უფრო რთულია განსაკუთრებით იმ დოკუმენტებისთვის, რომელიც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებს. ძირითადად სენატის პრეროგატივა ახალმა საერთაშორისო ურთიერთობებია და იქ უფრო სწრაფად ხდება ეს და ქვედა პალატაში უფრო შიდა პოლიტიკური საკითხებია. მეორე ციფრი, რამდენმა ადამიანმა დაუჭირა მხარი განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ასე ვთქვათ არ არის ხო, უნდა ვთქვათ, რომ ძალიან სერიოზული პოლარიზაცია პოლიტიკურ საკითხებზე და ამხელა ორპარტიული მხარდაჭერა ძალიან შთამბეშტავი საკითხია. პრაქტიკულად ყველა საკვანძო თანამდებობის პირმა ქვედა პალატაში მხარი დაუჭირა ამ აქტს. ნუ ახლა ვიღაც მარგინალური მაგალითად ოკაზიო კორტესი და ესეთ მარგინალური ტიპაჟები. მემარცხენე ულტრა და ულტრა მემარჯვენეების მე არ იყო, მაგრამ ძალიან მცირეა ესა თუ შევხედავთ დაახლოებით 359 იყო მხარდამჭერი. ხო. რაც შეეხება ამ აქტს თვითონ მე ვფიქრობ რომ ჩვენ ზედმეტ უფრო მეტად ესე ვთქვათ ყურადღებას ვაქცევთ სანქციების ნაწილს და იქ და იმ მეორე კომპონენტს რომელიც ძალიან სერიოზული კომპონენტია ჩემი აზრით როგორც ესე ვთქვათ ერთი ქართველისთვის ისე მთელი ქვეყნის უბრალოდ ნაწილი აღარ არის იმ დოკუმენტში ამ სიკეთეების ალბათ იმიტომაც რომ იქ შეთანხმება ცოტა რთული იყო მაგრამ მაინც კი ხო ნუ იქ არის ასევე ნაწილი იმისი რომ ეს რატო ქვია მეგობარი აქტი? იმიტომ რომ ძირითადად ეს არის იმაზე აწყობილი, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის რეალურად სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა არის რეალისტური და ძალიან სწრაფად შესაძლებელი ამოცანა. ამიტომ ეს არის ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ რომ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. დიდი მადლობა